პოლიტიკური ვერდიქტი სინდისის 11 პატიმრის საქმეზე არ არის გამორიცხული, რომ 29 აგვისტოს დადგეს იმ შემთხვევაში, თუ დაცვის მხარე მოასწრებს დასკვნითი სიტყვების თქმას, ასევე ბრალდებულები საბოლოო სიტყვის თქმას შეძლებენ 29 აგვისტომდე, თუ ეს 29-მდე ვერ მოხერხდა, მაშინ მოსამართლე ნინო გაუსტაშვილი 4 სექტემბრამდე ერთ სასამართლო სხდომას ჩანიშნავს და სწორედ ამ პროცესზე გახდება ცნობილი, როგორი არის პოლიტიკური გადაწყვეტილება სინდისის 11 პატიმრის საქმეზე. შეიძლება ითქვას, რომ დასკვნითი პროცესები დაიწყო, რადგან დღეს სწორედ სახელმწიფო ბრალდებამ დასკვნითი სიტყვა უნდა თქვა საქალაქო სასამართლოში. ადვოკატებს აქვთ მოლოდინი, რომ დღეს პროკურორები ბრალდების დადგენილებას ჩაიკითხავენ, რადგან 9 თვის განმავლობაში, როგორც უფლებადამცველები ამბობენ, ვერც ერთი მტკიცებულება ვერ აღმოჩნდა ბრალდების სასარგებლო და იმის დამადასტურებული, რომ ჯგუფურ ძალადობას ჰქონდა ადგილი ან ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას. დღეს მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ბრალდება დაასრულებს საკუთარ სიტყვას, 3 ბრალდებულის ადვოკატის ისარგებლებს დასკვნითი სიტყვის თქმის შესაძლებლობით. გამოკვლეული მტკიცებულებები თუ ალტერნატივა არის გამამართლებელი განაჩენი 11 პირის მიმართ. თუ მაშინ ამ ადამიანების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოვა, გამოდის, რომ 10,000 ადამიანი უნდა დააკავოს ბრალდების მხარემ. ის მტკიცებულებები, რომლითაც ბრალდების მხარე საუბრობდა, რომ უნდა დადასტურებულიყო ბრალი, არ დადასტურდა, უფრო მეტიც დაადასტურა სრულიად საპირისპირო. ორი აზრი ამაზე არ არსებობს, შევხვდებით ევროპულ სასამართლოში. დაუბრუნდებით დემოკრატიაში და პასუხისგებაში მიეცემიან ყველა ის მოძალადე პირები, რომლებმაც მშვიდობიანი მოქალაქის მშვიდობიანი აქციის უფლება ჩაახშეს. ამიტომ ეხა ისრების გადმოტანა 11 ბრალდებულზე ან 18 ბრალდებულზე არის არასწორი და არ შეიძლება და ამას დღეს თუ არა ხვალ მაინც დავასრულებთ. გამოძიება იყო ცალმხრივი, არაობიექტური, მიკერძოებული. ამასთან ერთად შევახსენებთ აქციაზე რა ხდებოდა, როგორ ძალადობდა პოლიცია და სპეცრაზმი აქციის მონაწილეებზე, ის რომ დღეს ფაქტიურად კვაზი სასამართლოს პირობებში გვიწევს სხდომების განხილვა და ჟურნალისტებს არ გეძლევათ შესაძლებლობა გააშუქოთ. ტენდენცია ჩამოყალიბდა ფაქტიურად, რომ სასამართლოში არის პოლიტიკური მართსაჯულება, ხოლო მოსამართლეები არიან ამის ინსტრუმენტები და განმახორციელებლები. მტკიცებულებები არ არსებობს გონირულეჭვს მიღმა, ამას დაცვის მხარე დავადასტურებთ არა მხოლოდ ჩვენს მიერ წარმოდგენილი ალტერნატიული გამოძიებით, არამედ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებითაც. ისევ როგორც ყველა სხვა პოლიტიკურმა პროცესმა, ამ პროცესმაც აჩვენა ის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორციელდება არა მართლმსაჯულების პროცესი, არა მართლმსაჯულების აქტი, არამედ პოლიტიკური დავალების შესრულება. ამაში განსაკუთრებით სახელი გაითქვა რამდენიმე მოსამართლემ, მათ შორის სამწუხაროდ არის ის მოსამართლეები, რომელიც სინდისის პატიმრების ამ საქმეს განიხილავს. ჩვენ გავაგრძელებთ ნამდვილად დასკვნითი სიტყვებით პროცესს. არც ერთი მილიმეტრით უფრო მაღალი სტანდარტი მტკიცებულებებისა, არც დასკვნით ეტაპზე პროცესზე არ არის, ვიდრე იყო ეს ამ ადამიანების დაკავების დღეებში. სინდისის 11 პატიმრის სასამართლო პროცესი 12 საათზე დაიწყება საქალაქო სასამართლოში. იმ შემთხვევაში, თუ ამ საქმეზე გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოცხადდა, ადვოკატები ანონსებენ, რომ საქმეს ევროსასამართლოში წაიღებენ.